საპარლამენტო მანდატები კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა ოპოზიციაში. მაშინ, როდესაც სამი ოპოზიციური გაერთიანების 59 წევრს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, მანდატებს ჯერ ისევ ინარჩუნებს გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრი. გაუქმების მოთხოვნით მათ პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ. ამის გამო გახარიას პარტიას სხვა ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ქართული ოცნების თამაშს თამაშობენ. თემას ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ როგორც კი გიორგი გახარიას გუნდი მანდატების დათმობის თაობაზე შეიტანს განცხადებას, ეს მოთხოვნა მათ მყისიერად დაუკმაყოფილდებათ. მანდატებზე საუბარი მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებული პარლამენტი არ აღიარებულა ფაქტად არის უკვე დადასტურებული და მათ შორის იმის გარკვეული მანიპულაციის თელობა, რომ რაიმე ეშველება ივანიშვილის რეჟიმს, კიდევ ერთხელ თავის მოტყუების საბაბია და სხვა არაფერი, ამიტომ კარგად კიდევ ერთხელ ვურჩევ ირაკლი კვაბახიძეს წყვილებს თავი დაანებოს, კარგად ნახოს რა სიკეთეებს იღებს თავად ოლიგარქისგან. მე იმის ვიტოვებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, იმიტომ რომ ბოლო თვეების მანძილზე ძირითად საკითხებში მაინც არსებობდა ერთიანობა ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, რაც შეეხება მათ ნაბიჯებს, ვისურვებდი, რომ ძალიან უახლოეს მომავალში, ასე ვთქვათ, აღარ დარჩენილიყო კითხვის ნიშნები საზოგადოებაში აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ოთხივე რადიკალური პარტია კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ვისაც ვეძახით, იმართებიან გარედან. შესაბამისად, როგორ მითითებებსაც მიიღებენ გარედან, ისე იმოქმედებენ. ეხლა არის სავარაუდოდ საფუძვლიანი ეჭვი, მოდი ესე ვთქვათ, რბილად რომ ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მფარველები deep state, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვეძახით, რომ რა დავალებაც მათ გასცეს დანარჩენი სამი რადიკალური პარტიის მისამართით, რომ მანდატებთან დაკავშირებით შემოეტანათ ეს განცხადებები, იგივე დავალება არ გასცეს რაღაცა დროით ბატონი გახარიას პარტიის მისამართით, ვინაიდან რაღაცა შემოენახათ, მოდი ესე ვთქვათ, იქნებდა დაგვჭირდესო პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლიო.